ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა. ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა. შეხვედრაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა უცხოელმა ექსპერტებმაც მიიღეს. მუზეუმების მდგრადი განვითარება, ვიზიტორთა მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესება და თანამედროვე მეთოდოლოგია. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კონფერენციის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში განიხილავენ. შეხვედრა ყოველწლიურად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით იმართება. მუზეუმები არიან ძალიან მრავალფეროვანი, ზოგადად და საქართველოს აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სამუზეუმო ცხოვრების ცენტრი და ვიყოთ ასევე ესეთი ძალიან თავისებური ეთნიკური, მაგრამ ძალიან მაღალი ინტელექტუალური მუზეუმების პატრონიც, როგორც არის ლიტერატურის, მუსიკის, მთლიანად ხელოვნების, ასე რომ ეს ყველაფერი ქმნის ალბათ იმ მაღალ კულტურას, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა ვესწავლოთ. კულტურათა შორის ერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ დღესაც და მომავალშიც კულტურის სამინისტრო მხარს დაუჭერს ყველა იმ აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული, მატერიალური თუ არამატერიალური მემკვიდრეობის განვითარებას. ლიტერატურისა და მუსიკალური პროფილის მუზეუმების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამ პროფილის მუზეუმების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან და მათ შორის არის ბევრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სპეციალისტი, რომელიც თავის გამოცდილებას გაუზიარებს საქართველოს მუზეუმებს და ფიქრობ ეს პირდაპირ წარდგება მუზეუმების განვითარებას.